სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ ადგილობრივებს მოსავალი გაუნადგურა. ბუნებრივი მოვლენა დაახლოებით 9 საათს გრძელდებოდა და დააზიანა ხეხილი, მარცვლეული კულტურები და ბოსტნეული. დაზიანებულია ავტომობილები. რა ხდება სტიქიის ადგილას? რა ზარალი მიადგა ადიგენის მუნიციპალიტეტს? რუსტან გვარამაძე უნდა შემოგვიერთდეს პირდაპირ ეთერში. გისმენთ რუსტან. ადიგენის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ დაისეტყვა განსაკუთრებული ზიანი მიადგა მუნიციპალიტეტის 7 სოფელს, სადაც განადგურებულია ხეხილი, ბოსტნეული, ასევე მარცვლეული კულტურები, რადგან ამ სოფლებში ჯერ კიდევ არ არის აღებული ხორბლის და ქერის მოსავალი, დახოცილია შინაური ფრინველი, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების სახურავები, ავტომობილები, ზარალი საკმაოდ დიდია, რომელსაც უკვე სწავლობს ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილი სპეციალური კომისია, როგორც მუნიციპალიტეტის პირველი პირი ჩვენთან სატელეფონო საუბარში ამბობს, ადგილზე უკვე გასულები არიან სპეციალისტები, ითვლიან ზარალს, აღწერენ, ამის შემდეგ ისინი შეძლებენ მხოლოდ იმ მოქალაქეების დახმარებას, რომლებსაც ზარალი მიადგათ საცხოვრებელ სახლებზე, ანუ ინფრასტრუქტურა დაუზიანდათ, რაც შეეხება მოსავალს, ზარალი იმდენად დიდია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ამ სახის დახმარებას ვერ გაწევს, რაც შეეხება თავად დაზარალებულები, ამბობენ, რომ ისინი ფაქტობრივად სტიქიამ დატოვა მოსავლის გარეშე, რადგან ვერ მოასწრეს მთავარი პროდუქტის მარცვლეულის დაბინავება. ძალიან საშინელება იყო ასეთი სიტყვა მე ჯერ არ მინახია აქა. დამაზარალა ძალიან. აი ეს აღარც ვენახი, აღარც ნიგოზი, ლობიოხოს საერთოდ გარეთ არ ვიყავი გამოსული და არ მქონდა აღებული თივებს ვჭირდებოდი ჯერჯერობით და ეს ყველაფერი მოისპო და მოიდაგა და რაც ვნახე და რაც არა და ეგ კიდე ბალკონში ჩამოსასვლელში და შიფერი იმ ხელაზეა დაშორებული და დახეთქილი რა უკნა რა ქნა მეც არ ვიცი რა დაგვიზიანა ფაქტის სახეზე ვენახი თავისთავად ხორბალი 2000 მეტრი ვასაღები მაქვს იქ კომბაინი ვეღარ შევა ზარალი ჯერ არა დაუთვლიათ თქვენ ვენახი კაკლები ხორბალი ყველაფერი გააბრუჭა ბოსტნეული კიტრი და პამიდორი უეცრად წამოვიდა წვიმა ვერაფერ ვერ მოასწრე რას მოასწრე ვერაფერსაც ვერ მოასწრე ჩვენი წვალება უქმია ური პურად დაგვიშეტყავ და ბოსტანი და თქვენც კარგად ხედავთ აგერშვილო სოციალურ ქსელში ვრცელდება ადგილობრივების მოქალაქეების გადაღებული ვიდეო კადრები, როგორ ანადგურებს ძლიერი სეტყვა მოსავალს. სეტყვა დაახლოებით გაგრძელდა 10-15 წუთის განმავლობაში. ეს არ არის პირველი სტიქია, რომელმაც ადიგენის მუნიციპალიტეტი მნიშვნელოვნად დააზარალა გასულ თვეში. რამდენჯერმე დაისვეტყვა სოფლები და ოფიციალური ინფორმაციით, ზარალის დამცვლელი კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მხოლოდ მოსავალმა დაზიანებული მოსავალის ხარჯმა შეადგინა $1 მილიონ ლარზე მეტი, რაც შეეხება ინფრასტრუქტურას, რადგან წინაჯერზე დაზიანდა ხიდები და გზები, აი ამ ინფრასტრუქტურის ზარალმა ადიგენის მერის თქმით 300,000 ლარს გადააჭარბა. მადლობა სტიქია ადიგენის მუნიციპალიტეტში რუსდან გვარამაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.